გამარჯობა, მე მქვია ჰექტორ არიასი და შემდეგ ვიდეოში ვაპირებ გაჩვენოთ. Metatron Hunter მოწყობილობა. წარმოებლის ვებსაიტზე შეგიძლიათ ნახოთ. Metatron Hunter ან MetaHunter პროგრამული უზრუნველყოფა. წარმოებლის ბმულის გახსნით თქვენ შეძლებთ. იპოვონ მოწყობილობის სურათი, ხედავენ ჩემოდანი და ასევე ხედავენ. სენსორი, რომელიც სმენის აპარატის ფორმისაა. ჩვენ მივდივართ მწარმოებლის ვებსაიტის ბოლოს და ვებგვერდის ბოლოს არის შინაარსი იმისა, რის მიღებას აპირებთ შეძენისას. Metatron Hunter მოწყობილობა. ეს არის ის, რასაც მიიღებთ Metatron მოწყობილობის შეძენისას. მონადირე, რომელიც მოყვება ალუმინის ჩემოდანი, 5 სენსორი, პერსონატის ჩიქა და აქ ჩვენ ვხედავთ. ორი ფლეშ დრაივი. ვერცხლის პენდრაივი, ეს არის ალუმინის, თუ ჩადებ პორტში. USB-ს ინფორმაცია არ აქვს. ეს აქსესუარი მანქანის გასაღებს ჰგავს, არ აქვს, ფუნქცია არაა. ინფორმაციის გადატანა. ეს აქსესუარი მისი ფუნქციაა, ეს აქსესუარი ამ ყუთში, მისი ფუნქცია საშუალებას იძლევა. პროგრამული უზრუნველყოფის დასაწყებად. და მეორე, ერთი აღმოსავლეთის მხარეს ლურჯი, აქ მოდის პროგრამული უზრუნველყოფა. N. ზოგიერთ ქვეყანაში, რომლებიც უფრო მეტ შეზღუდვას აწესებენ პროგრამული უზრუნველყოფის გაგზავნაზე, თქვენ არ მიიღებთ მას. ლურჯი ფერის pendrive, რადგან ჩვენ ვაპირებთ პროგრამული უზრუნველყოფის გაგზავნას ჩამოტვირთვის ფაილის სახით. და აქ გვაქვს ფარველები. ასე რომ დაუბრუნდეთ წინა პუნქტს, ეს ორი სამაგრი, რომელიც აქ გვაქვს. ვერცხლისფერი მანქანის გასაღებივითაა, პროგრამული უზრუნველყოფის გაშვების საშუალებას იძლევა და ახლა აქ მაქვს. მეტადრომის მოწყობილობა საჩვენებლად მოდის და გადავდივარ ჩემოდნიდან, რომ ვაჩვენო, რის მიღებას აპირებ. დღეს ერთ-ერთი კითხვა დამისვა იტალიიდან, ვებგვერდი ვაჩვენე და ვაჩვენე. კონკრეტულად ეს სურათი და იმიტომ, რომ მკითხავ ვიყიდე თუ არა ის მოწყობილობა, რომელიც მივიღე, რაც არის. რომ თქვენ აპირებთ მიღებას. ასე რომ მეჩუგარეშია, მე ვაპირებ ახლა ვაჩვენო ეს. გვაქვს აქ. ვაპირებ ამ ყველაფრის ჩვენებას, მაგრამ პირდაპირ ეთერში, პირდაპირ ვაპირებ ვაჩვენო, რომ თქვენ შეძლოთ. ნახეთ, რას მიიღებენ ისინი მოწყობილობის შეძენისას. აქ გვაქვს 5. 5-ში შედის ჩემოდანი, ამიტომ პირველი რეკომენდაცია. არ გადააგდოთ ეს 5, შეინახეთ, რადგან თუ აპირებთ მოგზაურობას, ეს მნიშვნელოვანია დაცვისთვის. მოწყობილობა, შეინახე და დაასახელე, მეტატრონები წერენ მეტატრონს, მაგრამ შენ უნდა. შეინახე 5. ნებისმიერ დროს, მაგალითად, თუ აპირებთ ოჯახის წევრთან მისვლას თერაპიისთვის. ოჯახის წევრი აპირებს გამგზავრებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ, როგორი სიტუაციაც არ უნდა იყოს, ჩემოდნის ყურების ნაცვლად. ამ აქსესუარს აქვს ჰაერი, აქვს პატარა ბურთულები, როგორც საჰაერო ბუშტები, ეს ასევე უნდა. შეინახეთ, ჩემოდანში არ გადააგდოთ სანაგვეში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი, მაგალითად, ოჯახთან ერთად დასასვენებლად თვითმფრინავით აპირებენ მოგზაურობას ერთი ქვეყნიდან მეორეში და უნდათ აცვიათ მოწყობილობა სამკურნალოდ. შემდეგ ისინი ათავსებენ, ემსახურებიან როგორც დაცვას. უბერავს, ეცემა, ასუფთავებს. წინ მივდივართ მაშინ. აქ გვაქვს
ყოველთვის დარწმუნდით, რომ ის ზევითაა, რადგან შეხედეთ ჩემოდანს, აქ არის სახურავი. თავდაკირა არ გახსნათ, ფრთხილად იყავით, ასე გემოაქვს. გახსენით ჩემოდანი და მე ვაპირებ თითოეული ელემენტის ჩვენებას. პირველი. Metagentre ან Metatrongentre. თუ ყიდულობთ Metagentre, ჩვენ ასევე შეგვიძლია მივაწოდოთ პროგრამული უზრუნველყოფა. Metatrongentre, ჩვენ გვაქვს ორივე პროგრამული უზრუნველყოფა. განსხვავება მინიმალურია. აქ გვაქვს პირველი ელემენტი, ეს არის ის, რის მიღებასაც აპირებთ. ახლა მე ვაპირებ გაჩვენოთ კაბელი. ეს კაბელი აკავშირებს ამას კომპიუტერთან. და კავშირი ძალიან მარტივია, აქ ვაპირებ მის დაკავშირებას, მას აქვს მხოლოდ ერთი პოზიცია. არ არსებობს შეცდომის ან დაბნეულობის შესაძლებლობა, არ არის პრობლემა. არანაირი გართულება ამ მხრივ. ახლა რეზონანსული თასი. აქ გვაქვს რეზონანსული ჩიქა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი აქსესუარია. სახელმძღვანელოში არის ფუნქციების აღწერა, ახლა არ ვაპირებ დეტალებზე შემოსვლას, მაგრამ მას აქვს ორმაგი ფუნქცია, იძლევა გაზომვის საშუალებას, ანუ ის იჭერს ინფორმაციას, ზომავს სენსორის მსგავსად და ასევე აგზავნის ინფორმაციას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სახელმძღვანელო, შეგიძლიათ ნახოთ ვიდეოები ჩემს არხზე. მოძებნეთ ვიდეოები, მე მაქვს დაკვეთილი ენის მიხედვით. აქ ნახავთ ყველა ამ მოწყობილობის რამდენიმე ვიდეოს. პასუხობს კითხვებს, თუ რა არის ისინი და როგორ გამოიყენება. ასევე მაქვს მოწინავე კურსები მათთვის, ვისაც სურს მეტი სიღრმისეული სწავლა. ასე რომ რაზეც ადრე ვისაუბრე, ეს არის მანქანის გასაღები. არ შეეცადოთ ჩადოთ იგი პორტუგალიურ რსფში და წაიკითხოთ. შეეცადეთ დაინახოთ, რატომ მოგეჩვენებათ, რომ ინფორმაცია არ გაქვთ, რადგან ის დამალულია. ეს მანქანის გასაღებს ჰგავს, ის საშუალებას აძლევს პროგრამულ უზრუნველყოფას გააქტიურდეს. თქვენ უნდა იზრუნოთ ამაზე, თქვენ უნდა იზრუნოთ მასზე. რადგან ამის გარეშე პროგრამა არ მუშაობს. ასე რომ ჩვენ ვაპირებთ დატოვებს აქ. ახლა კი ვაპირებ რეზონანსის თასის ვიდეოს ამოღებას. ბიოინდუქტორის ამოღებას ვაპირებ. აქ გვაქვს ინდუქციური ვიდეო და გამომწვევი ვიდეო ფუნქცია, რომელიც მოდის ავტომატურად მორგებული. შეგიძლიათ ნახოთ აქ ავტომატური რეგულირება. მათთვის, ვისაც თავის ზომა აქვს, ეს განსხვავებულია. არიან ადამიანები, რომლებსაც უფრო პატარა, დიდი თავები აქვთ. მაშინ რეგულირება ავტომატურია. როცა ამას ამოიღებთ, ყოველთვის ფრთხილად მოეპყარით მას. ყოველთვის ჩქარობის გარეშე, აქ არ გჭირდებათ ჩქარობა. შემდეგ კი ყველაფერი სახელოში შევინარჩუნოთ, იგივე. იმედია იგივე სტრიქონებს მიუყვებით. ამრიგად მოწყობილობას აქვს უფრო დიდი გამძლეობა. გვერდით აქ არის ნახატი, ვაპირებ მასშტაბირებას. ნახოთ, იქ ნახავთ. აი, იქ არის. ნახოთ, ჩანს თუ არა. ეს მხოლოდ იქ ნახეს. აი, მე ვნახავ. ის სმენის აპარატის ფორმის ხატს ჰგავს. ახლა კი რეზონანსის ჩიქა. აქ არის ინდუქციური ვიდეო.
კაბელი კომპიუტერთან და რეზონანსული თასი. რეზონანსის თასს უნდა შეხედო. და აქვს ის არის ზემოთ. ის არის. ეს ყოველთვის მშვიდად უნდა მოგვარდეს. მოდუნებული არანაირი წნევა. ამას შესვლის მხოლოდ ერთი გზა აქვს. ინდუქციური ვიდეოსგან განსხვავებით. მე შემიძლია გადავაქციო და ის შედის. უფრო ადვილია დაკავშირება. ეს ჩიქა ჩვენ უნდა ავიხედოთ და ის არის. და ის არის მიმართულია ზემოთ. ასე რომ ჩვენ მაღლა ვუყურებთ ის არს. ის მაშინვე აკავშირებს. კიდევ ერთი რეკომენდაცია. როცა კაბელებს ამოიღებთ, ნუ ემთხვევა მათ. დააბრუნე ასე. მაგრამ არ გადახვიდეთ გვერდებზე. თუ ჩიქის ამოღებას აპირებენ, იღებენ და აგდებენ. და თუ აპირებენ მის დაკავშირებას, უბიძგებენ, მაგრამ იძულების გარეშე. ასე რომ გვაქვს ინდუქციური ვიდეო, რეზონანსული ჩიქა და კაბელი. აი ეს არის. წამახალისებელი ვიდეო, რეზონანსული თასი და კაბელი. მეტატრონის პროგრამული უზრუნველყოფისთვის. მეტატრონის მოწყობილობას შეუძლია იმუშაოს. ჩვენ გვჭირდება 2 USB პორტი. 2 USB პორტი. და თქვენ შეგიძლიათ დააკავშიროთ მეტატრონის მოწყობილობა კომპიუტერზე. და შემდეგ ვიდეოებში ვაპირებ გაჩვენოთ. როგორ აკავშირებს, როგორ იწყება. აქ თქვენ გაქვთ ღილაკი. მნიშვნელოვანია, რომ კომპიუტერთან დაკავშირების შემდეგ თქვენ უნდა დააჭიროთ ღილაკს და განათება აინთება. მაგრამ მე ვაპირებ ამის ჩვენებას სხვა ვიდეოში. კავშირი კომპიუტერთან. როგორ არის დაინსტალირებული პროგრამა და როგორ იწყება პროგრამული უზრუნველყოფა. როგორ შევქმნათ პირველი ყურადღების პირველი ჩანაწერი. თუ გსურთ მეტი ინფორმაცია მეტეჩვენჰენთელ მოწყობილობის შესახებ, ამ ვიდეოს აღწერა შეგიძლიათ ნახოთ. ისინი იპოვიან ჩემს ტელეფონის ნომერს და ჩემს წერილს. შეგიძლია მომწერო. ჩვენთან 10-ზე მეტი წლის წინ. ჩვენ ვართ თერაპევტების ჯგუფი, რომლებიც ეძღვნება ამ თერაპიის გავრცელებას. და ჩვენ ვატარებთ კურსებს ბევრ ქვეყანაში. ჩვენ გვაქვს თერაპევტის ჯგუფები, რომლებიც ორგანიზებულია ენის მიხედვით. თუ გსურთ შევერთდეთ, ეს ჯგუფები ღიაა. თუ გსურთ შევერთდეთ სხვა თერაპევტებს, რომლებსაც აქვთ ეს მოწყობილობა, მომწერეთ. თავს წარუდგენენ. მეუბნებიან სახელს, ქვეყანას, ენას. და ჩვენ შევიყვანთ მათ ჩვენს WhatsApp ჯგუფში, რომლებიც უშუალოდ მწარმოებლისგან არიან. ასე რომ მათ შეუძლიათ დაუკავშირდნენ თერაპევტებს, რომლებსაც აქვთ ეს მოწყობილობები. 10 წელზე მეტი ხნის წინ. ამ კომპანიასთან 10 წელზე მეტია ვმუშაობ. მე ვიყენებ ამ მოწყობილობებს. წლების განმავლობაში ვიყენებდი ჩემს თერაპიის ცენტრში. და მათ ექნებათ შესაძლებლობა დაუკავშირდნენ სხვა თერაპევტებს, რომლებსაც აქვთ ეს მოწყობილობები. კარგ დღეს გისურვებთ.